ამ შემთხვევაში საქმე ჩვენ გვაქვს წმინდა სადამსჯელო პოპულიზმთან, იმიტომ რომ ჩანს რომ ნარკოპოლიტიკის საკითხი არის წვავი სოციალური პრობლემა, მათ შორის ხელისუფლების, ქართული ოცნების ამორჩევლობისთვისაც და იმის გამო რომ აი ამ წვავი სოციალურ პრობლემასთან გამკლავების არც არ ვიცი პოლიტიკური რესურსი და არც შეიძლება სხვა ტიპის რესურსები არ აღმოჩნდა მართულ ძალას, გადაწყვიტეს რომ აი ამ გზით, ამ სადამსჯელო რიტორიკით, მკაცრი ხელის რიტორიკით აჩვენონ საზოგადოებას რომ თითქოს პრობლემასთან გამკლავებას ახერხებს ხელისუფლება და ამისთვის ყველაფერს აკეთებს ქართული ოცნება თითქოს რომ ამ პრობლემას ებრძოდეს. ხომ სინამდვილეში ჩვენივე გამოცდილება და აქ შევაჭამებ მოკლედ ზუსტად როგორც წინა ხელისუფლების დროს ისე ქართული ოცნების პერიოდში ზუსტად მაგას აჩვენებს რომ აი ეს დასჯაზე ორიენტირებული მიდგომები არსებითად არაეფექტური არის. ეს ცვლილებები არსებითად არ იქნება პოზიტიური შედეგის მომტანი. ხო ეს ცვლილებები ერთადერთი რის შედეგის მომტანიც იქნება არის ის რომ აი მწუხილებზე საზოგადოებას შეიძლება გააჩინოს ილუზია ვიღაცებში რომ ხო ესე იგი ხელისუფლება ეფექტურად ებრძვის ამ პრობლემას. ამ ილუზიის მიღმა რეალური შედეგები არ იქნება, იმიტომ რომ ეს პრობლემა კიდევ უფრო მეტად უხილავი გახდება, კიდევ უფრო მეტად დამძიმდება და ის რეალური გზები, რითიც შეიძლებოდა პრობლემასთან გამკლავება, კიდევ უფრო უკანა პლანზე გადაიწევს, რომ ყოფილიყო დანერგილი საქართველოში.